ჯერ თავიდან მინდოდა რომ ჩამოვარდა ქუჩის ცხოვრება, ქუჩიდან ეკლესიამდე და აი მარტო ადამიანებზე რომ არ ყოფილიყო საუბარი, მინდოდა რომ აი მაწანწალა ძაღლებზე მინდოდა გამახულებინა ყურადღება. ჯერ ძაღლები ძალიან მიყვარს და მინდოდა რომ ესა არ მეშინია ხოლმე საერთოდ, მაგრამ ქუჩაში მაწანწალა ძაღლები საერთოდ ძალიან საშიშები არიან. თან არ არიან მოვლილები, ცოდვებიც არიან. და ამაზე ადრეც მქონდა მე ოჯახში ლაპარაკი, რომ მინდა რომ დავეხმარო, რაღაც დახმარების ხელი გავუწოდო, მაგრამ არავინ არ იყო ისეთი, რომ უფროსი არავინ არ მომდგომია მხარში დავხმარებოდი. ძალიან დიდი სურვილიც მქონდა. კიდე ეხლაც იმაზე ვფიქრობდი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმიც კი შეიძლება იყოს, რადგან ბევრი ისეთი ოჯახი ვიცი, რომლის მშობლები არიან ეს ალკოჰოლიზმის მიჯაჭვულები. ისინი რო თქვათ ესე რომ სვავენ და ცხოვრებას ინადგურებიან. და თავიანთ შვილებს ამ როგორც კი დათრებიან, არაფერს არ როგორ ვთქვათ, თავიანთ მოვალეობებს არასრულებენ. შვილებს ესე რომ ვთქვათ, ძალადობას ხმარობენ შვილებზე, აიძულებენ ისეთი საქმე გააკეთონ, რაც მათ არ სურთ. და რა ვიცი კიდე, დადიან მე ის ბავშვები იძულებულები არიან ოჯახიდან წავიდნენ, რომ დააღწიონ ამ ყველაფერს თავი. ვერ იტანენ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ, ყველაფერს უკრძალავენ, შეზღუდულები არიან და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც და სიტყვიერსაც რომ აწვავენ. ძალიან საინტერესო თემა არის ორივე სხვათა შორის, ეს მაწანწალა ძაღლები ძალიან საინტერესოა, ეხლა პირველად გავიაზრე მეც რამდენად ისეთი აქტუალური და საინტერესო შეიძლება იყოს და მეორე შეიძლება იყოს აი მაწანწალა ძაღლებზე ფოტოების ისე რომ ვინმე სხვა რომ დააყვა